რაციონალური მიზეზის მოფიქრება გამიჭირდება, რას უკავშირდებოდა. ერთი შეიძლება იყოს, რომ რაღაციდან ყურადღების გადატანის მცდელობასთან მქონდეს საქმე, ან შეიძლება რაღაცის იმიტაციასთან რომ სუსი მუშაობს. აი ბექა კობახიძის ვერსია იყო მაგალითად, რომ რადგან ეს ისტორიკოსები და ექსპერტები საუბრობდნენ არა მხოლოდ ირანის გაზრდილ გავლენებზე, არამედ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფუნქციონირებაზე, რომელიც დასანქცირებულია 2022-ში, ქართულ ოცნებასთან ძალიან გადაჯაჭვული უნივერსიტეტი მასთან მემორანდუმს აფორმებს. კი, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს რაც შეეხება ეს საკმაოდ გავლენიანი ორგანიზაცია ხო თვითონ ირანშიც და სხვა შორის წარსულშიც უახლოეს წარსულშიც არაერთი კონფერენცია აქვს ჩატარებული რომელშიც ქართველ კარგ მეცნიერებსაც ირანისტებს მონაწილეობა მიღებული ეხლა ბუნებრივიც ეხლა ყველამ არ იცის შეიძლება ვინ სანქცირებულია ვინ არ არის მაგრამ მეორე მხრივ რა ქნას დაუშვათ ეხლა ირანისტმა ან ირანის და ქართულ-ირანული ურთიერთობების კვლევარმა ეხლა თუ ადგილზე არ იმუშავა იქ კონფერენციებში მონაწილეობა არ მიიღო ჩემთვის ეხლა მაგის გამო მე ვერავის ვერ გამსჭი მით უმეტეს ჩემთვის ცნობილ და საყვარელ და პატივსაცემ ადამიანებსაც აქვთ მასში მონაწილეობა მიღებული. არაფერი მაგაში ის არ არის ტრაგიკული ჩემთვის პირად. ამიტომ არა და მე გულწრფელად რო გითხრათ მე ვერ ხედავ რომ რაღაცა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის აქტივობების გამო ქართული საზოგადოება ან შეშფოთებული იყოს ან აღშფოთებული და ეს თემა საერთოდ აქტუალურად ჩანდეს ამ მომენტში რა. აქ იცით ალბათ საკვად სურათი იყო ის სადაც ზაზა ვაშაყმაძე რელიგიური საბჭოს სააგენტოს ხელმძღვანელი და უკვე ლიკვიდირებული აიათოლა რუჰოლლა ხამენეის შემცვლელი ზის ერთად და ის იყო რექტორი იქ. ხო, არა მესმის კი, მან გასაგებია. ალბათ ამან გამოიწვია განსაკუთრებით გააქტიურობა. მესმის ცხადია, მაგრამ აი აბსოლუტურად გულწრფელად მინდა ვილაპარაკო ბექასაც ნაწილობრივ უსმენდი და მე ხო ანუ ვეთანხმები იმაში ზოგადად იმაში რომ მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებებისა ამ ხელისუფლების და მისი რაღაც ცალკეული აქტივობების მიმართ და სამწუხაროდ არ მაქვს საფუძველი რომ ეს დამოკიდებულება იყოს პოზიტიური როგორც არის სურათი მე როგორც ვხედავ ისე მირჩევნია ვილაპარაკო ხო ანუ მე ამაში ვერ ვხედავ ტრაგედიას პირდაპირ გეუბნებით რა თქმა უნდა ჯობია არასანქცირებულ უნივერსიტეტთან ურთიერთობა მაგრამ ქართულ-ირანული ურთიერთობები ითვლის 1000 წლეულებს იწყება ჯერ კიდე აქემენდური ირანის პერიოდიდან და არის უწყვეტი მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ამიტომ ახლა ვიღაც მეცნიერებს და ჩინოვნიკებსაც რომ გარკვეული გადაკვეთები შეიძლება ამ ყველაფერთან ჰქონდეთ ეს ჩემთვის არ არის ასეთი ღრმა აღშფოთების საგანი ასეთია ირანი, ასეთია მოცემულობა და ასეთია ჩვენი გეოგრაფია. ამიტომ ამას ვერსად ვერ გავვრეთ, მაგრამ ეხლა იმ ადამიანისთვის, ვისაც ცოტა კვლევის მიმართულებითაც უმუშავია და ცოტა ბიუროკრატიაშიც, მათ შორის არა სპეცსამსახურებში, მაგრამ უსაფრთხოების ასე ვთქვათ, პოლიტიკაზე პასუხისმგებელ უწყებებში, ხო, მე არ მესმის ეს რას ემსახურება, რაციონალურად რას ემსახურება რა. ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით რას ემსახურება გენერალ კაპანაძის დაბარება სუსში მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო. არ მესმის და ვერც გავიგებ. თქვენ მოისმინეთ ეს კომენტარი თუ ამოჭრილი ნახეთ? არა, მე რას ხედავთ იქ საგანგაშოს ეგ მაინტერესებს. რატომ შეიძლება გენერალი კაპანაძე სახით შემხვდა სამწუხაროდ ჩემი ბოლო დროის გრაფიკიდან გამომდინარე ესე ყველაფერს ესე ვერ მიუყვები წუთი-წუთში, მაგრამ პროპაგანდისტულ მედიას ეს კომენტარები ქონდა, ბოდიში, პროპაგანდისტულ მედიას ეს კომენტარები ქონდა კონტექსტიდან ამოგლეჯილი დაჭრილი და ასე ავრცელებდა, მაგრამ სუსი ხომ არ არის პროპაგანდისტული მედიის იმედზე მომუშავე ორგანიზაცია. მათ ხომ სრული კონტექსტი უნდა ნახონ თავიდან ბოლომდე და იმ შემთხვევაში გადაწყვეტენ დაიბარონ ესათვის ადამიანი. აბსოლუტურად ესა მაგიტომ ვამბობ ზუსტად, რომ არაფერს ემსახურება. თან არ დაგავიწყდეთ, გაავრცელეს ვახტანგ კაპანაძის შესახებ ესე იგი ინფორმაცია ამ ქვესათაურით მიხელ სააკაშვილის მრჩეველი სამხედრო საკითხებში. ქართული ოცნების პირობებში ეს კაცი იყო გენშტაბის უფროსი და მე ნატოში მუშაობდა ქართული ოცნების წარმომადგენლად და იყო ნომერ პირველი სამხედრო ასეთი ტყუილი დათო ამას ხო ძალიან მოკლე ფეხებია. რა თქმა უნდა, მაგრამ
გათვლა არის იმაზე, რომ ეს იმ კატეგორიაზე ადამიანებისთვისაც ეს პროპაგანდისტული სიუჟეტი იქნება თუ ეს რაღაცა გზავნილი ჟღერდება, იმუშავებს. თან ბატონი ვახტანგ კაპანაძე მაგ ინტერვიუში საუბრობდა ბაქო თბილისის ჯეიხანის მონაკვეთის დაცვაზე. მე ეგ შემხვდა ზუსტად. დაუცველია. ესენი ამბობდნენ რომ მანიპულირებს და ამ დროს მაშინ რა ქვია ბაქოში აიყვანეს მთელი ჯგუფი, რომლებიც დივერსიულ აქტს ამზადებდნენ ბაქო თბილისის ჯეიხანის მილსადენზე და არ ვიცით კონკრეტულად რომელ მონაკვეთზე. შეიძლება ყოფილიყო იქ საქართველოც, მაგრამ ნუ დიდი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და უფრო დიდი ნაწილი კიდე. მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ საქართველოში და რა ვიცი ხე იმედი ამის გამო არ დაემბარებენ, იმიტომ რომ ანცალია თორე მისვლა არსად არ არის პრობლემა. საქართველოს თავდაცვის უნარიანობა ამ მომენტისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციებით, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით. საჰაერო თავდაცვის სისტემა თვითონ არ შეიზღუდეს და მაგის გამო გუნდელი გააგდეს. სახელმწიფო ვართ ამ გეოგრაფიაში, რომელსაც მაგალითად არ აქვს არც ერთი ბალისტიკური რაკეტა. არც ერთი არ გვაქვს. როცა ჩვენს ყველა მეზობელს აქვს, ხო? საქართველოს ტერიტორიაზე არის ბალისტიკური რაკეტები, უბრალოდ ის ჩვენი არ არის, საოკუპაციო ჯარებს აქვს. ამიტომ ეს მოცემულობა თავისთავად, ეხლა მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მაყურებლის ნაწილმა შეიძლება ასე მოისმინა, მაგრამ მე გამოვაცხადე შემიშალა. ხო, ხო, ჩემთვის არ არის პაპატივია, მაგრამ უბრალოდ არ ვარ. ამიტომ მაგრამ ძალიან ნათელია, ხო, ამას ყველანი ხო ხედავთ არა, როგორ კბილებამდე იარაღდებიან ჩვენი მეზობლები, ხო? რას აკეთებს აზერბაიჯანი, რას აკეთებს სომხეთი, რომელიც ყარაბაღის ომში მარცხის შემდეგ მკვეთრად ძრიც თავის თავდაცვის შესაძლებლობებს, იმაზე აღარ ვლაპარაკობ თურქეთზე, ხო? ამიტომ ამ მოცემულობაში ხა ბუნებრივია, როდესაც სადღაც რაღაც ანალიზს ვისმენ ჩვენ, რომ ისრაელისთვის მნიშვნელოვან ნავთთან ენერგოინფრასტრუქტურაზე შეიძლება მიიტანოს დარტყმა ირანმა, ბუნებრივი სამიზნე შეიძლება იყოს მისთვის, ხო? მათი თვალთახედვით ლეგიტიმური სამიზნე. აქ მერე იწყება ის, რომ სად არის ყველაზე დაუცველი ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ ამის გამო ადამიანები სუსში დაიბარო, მაგრამ მე რატომ გონია, იცით, რომ ეს რაღაც ცოტა იმიტაციასაც წააგავს და რაღაც ცოტა უნიჭო იმიტაციას ამ ყველაფრის, ხა გივით არ გამაძის ის შემხვდა კიდე რა, რომ ხა აიბარებენ ადამიანს, რომელსაც ხა გიას დამეთანხმება, საზღვრის კვეთაზე წვდომა არის ყველაზე მარტივი რაღაც, რაც შეიძლება კონდეს სპეცსამსახურს, ხო? ასეთი კაცის დაბარება, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა ლეგალურად, სრულიად ეხლა საუჯრო ვერ გიკავშირდება. ანუ ორი ვერსია, ერთი ან სპექტაკლია, ან არაპროფესიონალი. არაპროფესიონალი იმედის ეთერით გამოაცხადა. მესამეც არსებობს.